საკრებულოს თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, ასეთია ქალაქის მაცხოვრებლების პოზიცია. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება, უნდა დაწყებულიყო ყოველ შემთხვევაში გორის მთავარ მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ ადგილზე, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსული ბომბები ცვიოდა და მოქალაქეები იღუპებოდნენ, რუსები მოროდიორობდნენ. ადგილობრივები აპროტესტებენ ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკას. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის პროცედურები უკვე დაიწყეს. აი ამ მოედანზე იმყოფება ლადო ბიჭაშვილი და მას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ლადო, საღამო მშვიდობისა, მოგვიყევი უფრო მეტი რა ხდება ახლა მანდ. საღამო მშვიდობის, საკრებულოს თავმჯდომარის ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატეობრივ განცხადება შეფასებულ ინტერვიუს მიმართ პროტესტი არ წყდება მთელი დღის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ქართული ვერსია დაიდო ამ ინტერვიუსი, სადაც დავით რაზმაძე რუს ოკუპანტებს მშვიდობის მყოფელად მოიხსენიებს, ხოლო მათ ვინ წინააღმდეგობას უწევდა მოროდიორებად. სწორედ ამის გამო მთელი დღის განმავლობაში პროტესტი მიმდინარეობს, არ წყდება განცხადება მებრძოლებისგან, მოქალაქეების მხრიდან და ამ წუთებში, როგორც ხედავთ, კადრში შეკრებილები არიან მოქალაქეები, ვინც გამოვიდნენ და აპროტესტებენ დავით რაზმაძის განცხადებას. ისინი მოითხოვენ, რომ დავით რაზმაძემ პასუხისგებლობა აიღოს ამ განცხადებაზე, ამ მოღალატეობრივ განცხადებაზე, შეწყვიტოს თავის მართლება, რომ თითქოს ეს ინტერვიუ არ მიუცია და გაყალბებულია და აქედან გამომდინარე გადადგეს. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც აქტიურად უჭერს პროტესტს მხარს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ანწუხელიძემ რომ შეგინახათ ის ღირსება, სად წაიღეთ და დღეს გამოდის, რომ ანწუხელიძეს მარადიორებად მოიხსენიებენ. თქვენ როგორ აღიქვით საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება? არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაიკოთოს და ომის თემა და ჩვენი გმირების შეურაცხყოფა ზუსტად ეს წითელი ხაზია თითოეული ჩვენგანისთვის და ფიქრობ, რომ არ აქვს აზრი პოზიციას წარმოადგენთ ოპოზიციას. არსებობს რაღაც ზღვარი, რაც არ უნდა დაარღვიო და ეს ზღვარი ზუსტად ომზე, ზუსტად ჩვენს გმირებზე და ზუსტად ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის. ეხლა ჩვენ ვდგავართ ზუსტად იმ ქუჩაზე, სადაც რუსული ბომბები ცვიოდა, სადაც რუსის ჯარისკაცები დადიოდნენ და ჩვენს მოსახლეობას აწამებდნენ, ჩვენს მოსახლეობას სცემდნენ. ძალიან ბევრი კადრი არსებობს კონკრეტულად ამ ქუჩაზე გადაღებული, რომელიც ომის სისასტიკეს ასახავს და ზუსტად ამ შენობიდან, რომელიც ჩვენს უკანაა და ზუსტად იმ შენობიდან, რომელსაც ყველაზე კარგად ახსოვს რუსეთის კვალი და რუსეთის აგრესია, როდესაც ესეთი განცხადებები ისმის, პირადად ჩემთვის ძალიან გასაბრაზებელია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ეხლა ისე უნდა გაერთიანდეს საზოგადოება, როგორც არასდროს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არ არის მხოლოდ გორელების შეურაცხყოფა, ეს არ არის მხოლოდ გმირების შეურაცხყოფა და არ არის მხოლოდ აგვისტოს სასტიკი დღეების შეურაცხყოფა, ეს არის სრულიად ერის შეურაცხყოფა და უნდა ყველა ხმა მოიღოს ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ. მადლობა რუსკა ბუზიაშვილს უსმენდით, თქვენ როგორც გითხარით, სწორედ ერთ-ერთი საყურადღებო პლაკატი ეჭირა მას ტრანსპარანტი ხელში, ანწუხელიძემ რომ შეგინახათ ის ღირსება რა უყავით და ბუნებრივია ეს რიტორიკული კითხვა და რომელსაც ქართული ოცნება ყოველდღიურად ამ კითხვას სცემს პასუხს ისე, რომელიც არის ღირსების შემლახავი. ნამდვილად სწორედ საპროტესტო აქცია, სადაც მიმდინარეობს, აქედან რამდენიმე ათეულ მეტრში მესამე სართულზე არის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტი. ჩვენი ინფორმაციით, როგორც შიგნიდან გვაწოდებენ ინფორმაციას, ის კაბინეტშია გამოკეტილი პროპაგანდისტულ მედიასთან, პოსტივთან ერთად და ცდილობენ, რომ საზოგადოების ეს პროტესტი როგორმე გაფანტონ და იგონებენ პროპაგანდისტული, ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედია ცდილობს ეხლა, რომ დავით რაზმაძეს მისცეს ისეთი ტექსტები, რომ თითქოს ეს ინტერვიუ გაყალბებული იყო, ან დამაჯერებელი არ იყოთ და დამაჯერებელი არ იყოს მისი ეს სიტყვები საზოგადოებისთვის, რომლებმაც შეურაცხყოფად მიიღეს ეს ინტერვიუ, რომელიც მან New York Times მისცა, სადაც მთლიანად ქვეყნის როგორც სუვერენიტეტს, ისე დამოუკიდებლობას ფეხქვეშ თელავს და იმ ადამიანებს, ვინც აქ საკუთარი შიშველი ხელებით შეიძლება ითქვას, როგორც იარაღით, ისე შიშველი ხელებით ცდილობდნენ ოკუპანტი რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევას მარადიორებად მოიხსენიებს, ხოლო ისინი, ვინც ამ ქალაქში შემოიჭრნენ, ამ ქვეყანაში შემოიჭრნენ, მათ მშვიდობის მყოფელებს უწოდებს ეს განცხადება არ ვიცი. რეაქციები ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, ყოველ საათზე ესმის ჩვენს მაყურებელს და ესმის აქ მცხოვრებლებს და აქედან გამომდინარე საიმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო ოპოზიციამ.
საზოგადოების პროტესტი მიმდინარეობს საკრებულოს გარეთ და ამბობენ, რომ ეს პროტესტი არ შეწყდება მანამდე, ვიდრე მთლიანობაში ქართული ოცნება რუსული მმართველობის სტილით არ ჩამოცილდება სახელისუფლებო ორგანოებს, რომელიც მიტაცებული აქვს და უახლოეს დღეებში არ გადადგება დავით რაზმაძე.